პასექამდე 6 დღით ადრე მოვიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც იესომ აღადგინა მკვდრეთით. მას ვახშამი მოუმზადეს იქ. მართა ემსახურებოდა. ლაზარე კი მისი ერთ-ერთი თანამეინახე იყო. მარიამ აიღო 1 ლიტრას სუფთა ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი. ფეხებზე სხო იესოს და საკუთარი თმით შეუმშრალა ფეხები. სახლი ნელსაცხებლის სურნელებით აივსო. თქვა იუდა ისკარიოტელმა, ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი. რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი 300 დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა? ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო. ყულაბა მას ჰქონდა და რასაც ჩაყრიდნენ, ის იღებდა. იესომ უთხრა: დაანებე თავი. მან ჩემი დამარხვის დღისთვის გადაინახა იგი. რადგან ღარიბნი ყოველთვის თქვენთან აკავთ. მე კი არ ყავართ ყოველთვის. იუდეველთაგან დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ ის იქ იყო. და მივიდნენ არა მარტო იესოს გულისთვის, არამედ ლაზარეს ანახავადაც, რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა. მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკლაც გადაწყვიტეს, რადგან მის გამო ბევრი იუდეველი მოდიოდა და რწმუნდებოდა იესოში. მეორე დღეს სადღესასწაულოდ მოსულმა დიდძალმა ხალხმა გაიგო, იესო მოდის იერუსალიმშიო. აიღეს პალმის ტოტები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახდნენ. ჰოსანნა! უცხეულან სულთნის სახელით მომავალ და მეფე ისრაელისა! იესომ ერთი ჩოჩორი იპოვა და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია. ნუ გეშინია სიონის ასულო. აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომი. პირველად ვერ გაუგეს მოწაფეებმა, მაგრამ როცა იესო განდიდდა, მაშინ გაიხსენეს, რომ ეს მასზე იყო დაწერილი და ასე მოექცნენ მას. მოწმობდა ის ხალხი, რომელიც მასთან იყო, როცა ლაზარე საფლავიდან გამოიხმო და მკვდრეთით აღადგინა. ამიტომ შეეგება ხალხი. რაგი გაგონილი ჰქონდა, რომ ეს სასწაული მოახდინა. ფარისევლებმა კი ერთმანეთს უთხრეს: ხედავთ, ვეღარაფერს ხდებით. მთელი წუთი სოფელი მას მიყვება. დღესასწაულზე თაყვანი საცემა დამოსულთა შორის იყვნენ ბერძნები. მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდადან იყო. სთხოვეს და უთხრეს: ბატონო, იესოს ნახვა გსურს. ფილიპე მივიდა ანდრიასთან და უთხრა. შემდეგ ანდრიამ და ფილიპემ უთხრეს იესოს. მიუგო იესომ მათ. მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს კაციცე. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა.
მარტო დარჩება და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოისხამს. ვისაც თავისი სული უყვარს, კარგავს მას. ხოლო ვისაც თავისი სულის ზულს ამწუთი სოფელში. საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას. ვინც მე მემსახურება, მე მომყვეს და სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა. ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან. მაგრამ ამისთვის მოვედი ამ ჟამს. მამაო, განადიდე სახელი შენი. ზეციდან მოვიდა ხმა. განვადიდე და კვლავაც განვადიდებ. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა. ქუხილია. სხვებმა კი თქვეს. ანგელოზი ელაპარაკებოდა მას. მიუგო იესომ და უთხრა. ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. ახლა ამ წუთისოფლის სამჟავრო, ამ წუთისოფლის მთავარი ახლა გარეთ გაიდევნება. როცა აუმაღლდები მიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ. ამას იმის მისანიშნებლად ლაპარაკობდა, თუ როგორი სიკვდილით მოკვდებოდა. მიუგო ხალხმა. ჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტეო სამუდამოდ რჩება. როგორ გამბობ, კაცისზე უნდა ამაღლდესო? ვინაა ეს კაცისზე? მაშინ იესომ უთხრა მათ. კიდევ მცირე ხანს არის თქვენ შორის ნათელი. იარეთ სანამ ნათელი გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვა. ბნელში მოარულმა არ იცის საით მიდის. სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ძენი ნათლის. თქვა ეს სიტყვები იესომ, წავიდა და მათ თვალს მიეფარა. ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ იწამეს იგი, რათა ასრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელმაც თქვა. უფალო ვინ ირწმუნა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა? იმიტომაც ვერ ირწმუნეს, რომ როგორც კიდევ თქვა ესაიამ. მან თვალები დაუბრმავა მათ და გული გაუქვავა. რათა თვალებით ვერ ეხილათ და გულით ვერ მიმხვდარიყვნენ და არ მოქცეულიყვნენ, რომ განმეკურნა ისინი. ეს თქვა ესაიამ, რა კი იხილა მისი დიდება და ილაპარაკ მას. თუმცა ბევრმა მთავარმაც ირწმუნა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ. რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღვთის დიდება. იესომ შესძახა და თქვა. ვისაც ჩემი სამს, ჩემი კი არ სამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა. და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა. მე ნათელად მოვედი წუთისოფლში, რათა არც ერთი, რომელსაც ჩემი სამს, ბნელში არ დარჩეს. თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვას და არ დაიცავს, მე არ განვსჯი მას, რადგან წუთისოფლის განსაჯელად კი არ მოვედი, არამედ წუთისოფლის სახსნელად. მას, ვინც მე უარმყოფს და არ მიიღებს ჩემს სიტყვებს, ყავს მსაჯული. სიტყვა, რომელიც წარმოთქვი, განსჯის მას უკანასკნელ დღეს. რადგან მე ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო. მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკო.
პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ამ წუთის სოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. როგორც შეიყვარა თავისიანები, რომლებიც ამ წუთის სოფელში იყვნენ, ისევე ბოლომდე უყვარდა ისინი. Jesus and his disciples were at supper. სერობის დროს, როდესაც ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას, სიმონ ისკარიოტელისას რომ გაეცა იგი. იესომ იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ, რომ ღვთიდან გამოვიდა და ღმერთთან მიდის. წამოდგა სერობიდან, გადადო ზემო სამოსელი, აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა. შემდეგ ჩაასხა წყალი საბანელში და დაიწყო მოწაფეების ფეხის ბანა და იმ პირსახოცის შემშრალება, რომელიც წელზე ერტყა. მივიდა სიმონ პეტრესთან. მან კი უთხრა: უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები. მიუგო იესომ და უთხრა მას: რასაც ვაკეთებ ახლა, არიცი, მერე კი გაიგებ. უთხრა პეტრემ: უკუნისამდე არ დამბან ფეხებს. იესომ უპასუხა: თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი. უთხრა სიმონ პეტრემ: უფალო, მარტო ფეხებს კი არა, არამედ ხელებსაც და თავსაც. უთხრა იესომ: განბანილს აღარ სჭირდება დაბანა გარდა ფეხებისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა. და თქვენ სუფთანი ხართ ოღონდ. ყველა არა. რადგან იცოდა ვინ გასცემდა. ამიტომ თქვა: ყველანი არ ხართო სუფთა. ფეხები რომ დაბანა მათ და თავისი სამოსელი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: იცით რა გიყავით? თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს. სწორად ამბობთ, რადგანაც ვარ. ამიტომ თუ კი მე მოძღვარმა და უფალმა დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგეკეცით, თქვენც ისე მოიქცეთ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. მონა არაა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული არ არის მომავლინებელზე დიდი. რა კი ეს იცით? ნეტარნი ხართ თუ ამას აღასრულებთ. ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ. მე ვიცი ვინც ამოვარჩიე, მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემი პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა ქუსლი. ახლა გეუბნებით, სანამ ეს ახდებოდეს, რათა როცა ახდება ირწმუნოთ, რომ მე ვარ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ღებულობს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს მომავლინებელსაც ღებულობს.
ამის თქმის შემდეგ იესოს სულით აშფოთდა. დაამოწმა და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. ერთი თქვენგანი გამცემს მე. მოწაფეებმა ერთმანეთს გადახედეს გაუგნებულებმა. ვისზე თქვაო? იესოს მკერდზე მიეყრდნო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს. სიმონ პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: "კითხე, ვინ არის? ვისზეც თქვაო?" იგი მკერდზე მიეკრა იესოს და უთხრა: უფალო, ვინ არის იგი? მიუგო იესო. ეს ისაა, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივცე. აწებს ლუკმას, იღებს და აძლევს იუდას, სიმონ ისკარიოტელისას. ამ ლუკმის შემდეგ სატანას შევიდა მასში. მაშინ უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე. მაგრამ მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა. რად უთხრა ეს? რა კი ყულაბა იუდას ჰქონდა? ზოგმა იფიქრა, იესო ეუბნება სადღესასწაულოდ გვიყიდე რაც მჭირდებაო, ან კიდევ რომ რაიმე მიეცა ღარიბებისათვის. ის კი როგორც კი ლუკმა აიღო, დაუყოვნებლივ გავიდა და იყო ღამე. როცა ის გავიდა, თქვა იესომ: ახლა განდიდდა კაცის ზედა, ღმერთი განდიდდა მასში. რა კი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავის თავში და უმალვე განადიდებს მას. შვილებო, კიდევ მცირე ხანს ვღავარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ, როგორც იუდეველებს უთხარი, რომ სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ მეთქი მოსვლას, თქვენც იმასვე გეუბნებით ახლა. ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ. გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთშორის. ჰკითხა მას სიმონ პეტრემ: უფალო, სად მიხვალ? იესომ მიუგო: ახლა იქ ვერ გამომყვები, სადაც მე მივდივარ. მერე კი გამომყვები. უთხრა მას პეტრემ: უფალო, ახლა რატომ ვერ გამოყვები? ჩემს სულს დავდებ შენთვის. იესომ მიუგო: სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად გეუბნები შენ. მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყო.